დილას ფერმისკენ მიმოვალ გზაზე ვის შევხვდი ალბათ გეცნობათ ეს პიროვნება პატრონისგან მივიწყებული და ჩემგან გარდებული საინტერესოა ხმაზე თუ მიცნობს ენას როგორც კი ამოვიღებ დარწმუნებული ვარ გამოიქცეო. გითხარი? მორფის. აუ, ქნავიშვილო. აგი, მორვის. როგორც კი ერთ სიტყვას გაიგებენ, ეგრევე ღრუტუნს იწყებენ. წვიმა დილა მშვიდობისა ჩემო მეგობრებო. თუმცა ჯერჯერობით უფრო ნისლი და ცვარია ვიდრე წვიმს, მაგრამ ეს ორი დღე წვიმა გვაქვს. რაღაცას მოვიფიქრებთ. უსაქმოდ არ დავრჩებით. კაი გამოდის არა. პომიდურის ისინი მაქვს თესლები დარჩენილი იმის ხარისგულას გარდა და იმათ დავაჩითილებ დღეს და ჩითილები რაც მაქვს ვინც არიცით გეტყვის ბზების და იმის გამოყვანილი გარეთ გამოვიტან ახლა ესეთ ციცივეები აღარ იქნება რომ ხელი შეეშალოს და ცოტა ჟანგბადს ჩავასუნთქებთ ამ ზობამდე ბევრი არც დარჩა. თუ მაინც და რაღაცა მინდები აურევს პატარა სათბურებით გავუკეთებ კიდევაც. ცოტა უხასიათო თუ არ დილიდან დღეს ამ დილით შემთხვევით გავიგე რომ გუშინ ფერმერების შეკრება ყოფილა რაღაცა და რამდენი კაცი იქნება განარანჩხუთში ფერმერი 10-15 და იქაც რო არანო არ გამიგია არც არავის არ უთქვავს რაიონს ჯგუფი აქვს სადაც 30,000-მდე ადამიანია არც იქ არავის არ დაუწერია და ამით მე არაფერს არ დავკარგავ ზუსტად ვიცი მაგრამ რა უბედურობა ესეთ პატარა ქალაქში ინფორმაციული გაუთქმელობა ან რამეტის თუა გრანტი თუა ან რაღაცა თუა არც მაშინ ამბობენ რომ დამთავრდება მერე ვგებულობთ მაგრამ გასაგებია კარგი ვიღაცა შინაური დაწევს მე 10% იმას ჩაურიცხავს გამცემს და ჩვენი მინუსი ისაა რომ ყველაფერი ვიცით იმდენად პატარა ქვეყანაში და პატარა ქალაქებში ვცხოვრობთ არა უშავს ამით ჩვენ არაფერი და გვაკტება ძვირფასო მაყურებელო პირიქით ჩვენთვის დამოუკიდებლადვე გავაგრძელებთ გზას ისე როგორც აქამდე მოყვებოდით წავედი ახლა საქმეს მიხედე და ყველას კარგი დღე წვიმამ გვაცალა იმედია ბოლომდე გვაცლის აჰა ჩემი დაჩითილებული ბზები ჩემო მეგობრებო სახში ორი ძირი მაქვს და ზუსტად აი ესე ჭიქიდან გამოვიყვანე ისიც ეხლა ამათ ცოტა წყალი აკლია და გამოვიწყალიც და ჟანგბადიც შიგნით მქონდა და მზეც ისე ვერ უწევდა საკმარისად თუმცა სითბო ჰქონდა და შესაბამისად გამოვალაგე ხა აქედან მოსალოდნელი ისეთი ყინოები და ის აღარაა რომ ამათ რამეს საფრთხე შეექმნათ ლეილანდები მაქვს კიდე გამოსალაგებელი აი ესე დაჩითილებული შაშან ერთი ძირი ვიყიდე სამეგრელოს ჩამოვიტანე და იმიდან გამოვიყვანე ჩითილები და სხვათა შორის არ ვიცი თქვენსკენ რა ხდება მაგრამ გურიაში 1-2 წლის წინ 99% ალბათ ბზების გახმა რაღაცა დაავადება იყო და შესაბამისად ყოველწლიურად აი ესე ვაჩითილებ რომ ხელი შევუწყო ისევ გამრავლებას ბზის რომელიც არა მხოლოდ ლამაზია არამედ საჭიროც არის ხოლო დღესასწაულებზეც არა ისე ბუნებაში ყოველ შემთხვევაში მე ვიზუალურადაც ძალიან მომწონს და რაღაცნაირად მიყვარს და თბილი დამოკიდებულება მაქვს ბზების მიმართ მარი გყავს რომელმაც ალბათ იმ ყაზახს მოაკითხა არ ვიცი ყოველ შემთხვევაში ეს ღორი აქამდე არ შემხვედრია არსად პაწე ვისი კითხე ციუ ვისი ხარო ყური გაჭრილი აქვს პატრონს და უნომრია მაგრამ ციუს როგორი ჯაგარი აქვს დააგვირდი ვისი ხარო კითხე და იმ პატარა მოქუსლა რა ის რა აუ ის რა ლოველასი გაიზრდება რა აუბედური კაცია იმ ხელა ღორთან მოქუსლა ხო შენს მაგას ამბო მოდი ხალხს მიესალმე გამოროლი პირით მოდი რომეო სახში მოდი აიშე კაი პაწე ნუ შვები
შეპატარა ლოველასოში. შეპატარა ლოველასო. მოექვსის ნახევარდა. არის ქართულ ენაში ეგეთი სიტყვა? თუ არ არის, ეხლა იქნება. ხო და? რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი 4 კლიტულში არიან ან 9 კლიტულში. საჭმელიც საკმარისზე მეტი აქვთ, თან თქავენ. ისინიც გამოვალაგეთ. რაღაცნაირი ნაღამ გადავარდი. რაღაცნაირ ხასიათზე ვარ დღეს. თან ეს გაციებაც ეთყობა მაინც არ მანებებს თავს და ყელში მაწვება. ბზები და ლეილანდების გამოვალაგეთ. ხვალანზე კარგი ამინდია მგონი ზეგ. ერთ გემრიელად დავსხებ დიდი საქმე მინდა რომ მოვითავა ისე რომ წინ გადადგმული ნაბიჯი იყოს. ხო, ახალ მაყურებელო, ჩემო ძვირფასო ახალ მაყურებელო. ამ ხიდზე სადაც მე ახლა ვდგევარ, გადაღებულია რამდენიმე პირველი გურული პოდკასტი ჩემი ფერმიდან, რომელიც შეგიძლია ქვემოთ ჩასკროლოთ და ნახოთ და უყუროთ და თქვენი აზრი გამიზიაროთ. რომელიც ახლა იმის გამო გაჩერებული რომ ვლოგებს ვიღებ და როგორც კი დასრულდება ვლოგები პოდკასტების სერიას თვეში ერთს მინიმუმ მაინც განვაახლებ ვლოგებთან ერთად და საინტერესო სტუმრებს კვირდები. პირველი რიგში უცხო ადამიანები იქნება თქვენთვის ნაკლებად ცნობილი, რადგანაც მინდა რომ ეს ქალაქი და ეს ქალაქები რუკაზე დაამჩნდნენ. შესაბამისად, ჯერ ლანჩხუთლებს და გურულებს ამოვწურავ, ასე ვთქვათ. ყველა მშვიდობიანი საღამო. მადლობა ჩემთან ერთად ყოფნისთვის. შევხვდებით ხვალინდელ ვლოგში. გაგიმარჯოს. კილომეტრიდან მიცნეს რომ მოვდიოდი ახლა ველიკი. მოდით. ამათი ნახვის და მის ნახვით სიამოვნებას როგორ მოგაკლებდით რომელიმეს. რა შვები? რა, კატუშა. ხო, მოდი შენც, მოდი. მოდი ძენძის კუკლა აგერ, მოდი. რაც იყო დაძერილი შეჭამა ამან, მოდი. იაკნენ. ყველას უნდა ჭამა. სითბო ყურადღება. ავედით. სახლისკენ. ვერაფრით ვერ მოვახერხე. ვერ ვიშოვე რაღაცა სეტკის მაგვარი, რომ აი ქათმის წიწილებისთვის ან იმისთვის რომ გადავიყვანო ესე. თან მანქანა რო არა ვიშოვიდი მანქანა რო ყოს ველიკით სადღაც ახლა მე შოქში ჩაყრა და ის არ მინდა, ამიტომ მეცოდებიან და აუცილებლად რაღაც დროზე წავიყვან. გაწვიმდა კიდეც. გადავაჯიქი ხა ველიქს მე და გავსქურე სახლისკენ. კიდევ ერთხელ მადლობა ჩვენთან ერთად ყოფნისთვის, ჩვენ არხის გამოწერისთვის. იმათ კი ვაჭამე, მაგრამ ამის გარეშე როგორ გამოვძრებოდი დღევანდელ დღეს. ასე სამხიარულოდ გქონდეს ყველა საქმე ჩემო მეგობრებო.